ევროპის იმუნიზაციის კვირაულის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებების ასევე თვითმმართველობების წარმომადგენლებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი შეხვდა. საუბარი შეეხო იმ პროგრამებს, რომელსაც იმუნიზაციის მიმართულებით რეგიონში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს, ისაუბრეს გამოწვევებზე და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე. არის გარკვეული საკითხები, რომელიც ეხება ადგილზე, პირველადი ჯანდაცვის სისტემის სრულ გამართულ მუშაობას, მუნიციპალიტეტში რამდენიმე პროგრამა მუშაობს ამ მიმართულებით, ასევე საჭიროა სოფლის ექიმის საჭირო რესურსის შექმნა ადგილზე, რაც მოსახლეობისთვის პირველად დაუძლებელ როლს წარმოადგენს. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და შედეგიანი. ზოგადად იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა რამდენიმე ქვეკომპონენტს მოიცავს და მთლიანად არის პროცესი უფასო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის. არის პრობლემები როგორც მოსახლეობის მხრიდან, ასევე სამედიცინო პერსონალის მხრიდან უფრო მეტად შესაძლებელი, რადგანაც გამახვილდა ყურადღება. დადგა პრობლემად კერძო სექტორში, როცა მიდის ადამიანი ასაცრელად კერძო პოლიკლინიკაში, დამატებით თანხას ახდევინებენ თუ არ ახდევინებენ, ეს პრობლემა არის გაურკვეველი და კიდევ რამოდენიმე, მაგრამ ძირითადად ხაზს უსვამ, რომ ამ მხრივ აჭარაში სერიოზული პროგრესია და ჩვენ დღეს გავაყენეთ კიდევ რამოდენიმე საკითხი გარდა იმუნიზაციისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვით მოწყობასთან დაკავშირებით, კერძოდ რომ აჭარის მეტი აქტივობა ცეჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, მეტი აქტივობა კიბოსკრინინგის პროგრამაში და თამბაქოს პროგრამებში.